მოგესალმებით, ახლა ჩვენ ვიმყოფებით ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში. აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ამ წუთებში და აქ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, როგორც აქ ვითხრეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა განცხადება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ დაველაპარაკოთ ლიდერებს და გავიგოთ მათგან რა ინფორმაცია აქვთ მათ ამ დაკავების შესახებ, ვინ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად, როდის მოხდა დაკავება და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამის თაობაზე. ახლა ჩვენ შევეცდებით, რომ პარტიის ლიდერები ჩავთოთ ლაივში. ბატონო მირდან, თუ შეიძლება რომ გვიპასუხოთ კითხვებზე, რა ინფორმაცია გაქვთ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით? ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის, რაც საჯაროდ გავრცელდა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც სამწუხაროდ კითხვის ნიშნებს ბადებს, რომ არავითარი ვიდეოკადრები ამის გამოდასტურებელი არ ვრცელდება. მაღალი საზოგადოება და საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ამის ვიდეოკადრების გავრცელება ჩემი აზრით აუცილებელი იყო. მაგრამ აქ თავარი არის სხვა რა. ანუ აქცენტს აკეთებთ იმაზე, რომ ეჭვი გეპარებათ? ვიცი, ყოველ შემთხვევაში ასეთ დროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კადრები უნდა არსებობდეს. თუმცა აქ სხვა რამეა მნიშვნელოვანი. პირველი ის, რომ ღარიბაშვილის ამ ბრიფინგი დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში. და ჩვენ გვახსოვთ მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერების და ადგილობრივი რეგიონალური ლიდერების ძალიან სასაცილო და სამარცხვინო განცხადებები, რომლებიც პირდაპირ სიცრუეს აწვდიდნენ საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. აი მთელი 9 წლის განმავლობაში, როგორც ექცეოდა ეს ხელისუფლება საკუთარ მხარდამჭერებს, დღევანდელმა დღეში ჩაეტია ეს ყველაფერი. მთელი დღე როგორ უმტკიცებდნენ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს ვიდეო კადრები ამ ქალაქში მაცხოვრებელმა ადამიანებმა, რომლებმაც იცნეს საკუთარი ქუჩა, ქალაქი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაწერა ვიდეო, ქართული ოცნება მთელი განმტკიცებდა, რომ ეს იყო ფეიკი, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რომელიღაც სასტუმროში ისვენებდა, რომ თურმე ის ქვეყნიდან საერთოდ არ გასულა უკრაინის და ასე შემდეგ. ძალიან სამარცხვინო, მაგრამ დადასტურდა, რომ ის იყო საქართველოში. მიხეილ სააკაშვილი დაფინდა თავის ამომრჩეველს, რომ არჩევნებამდე ის ჩამოვიდა საქართველოში და მაინც ცნობა შეასრულა. დღევანდელმა ამ გადაწყვეტილებამ, ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებამ, პირადად ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ცალსახად რუსული მმართველობა მყარდება. და ჩვენ ნახეთ ღარიბაშვილის ბრიფინგის დასასრული, როდესაც მან პირდაპირ ატაკი ჩააბარა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, როგორ დაასრულა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქება დიდებაში და როგორ მიულოცა 1 ოქტომბერი მიხეილ სააკაშვილის დაკავებით, ჩვენ ვნახეთ. ასეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც პრემიერი ყავს ღარიბაშვილი, ადამიანი, რომელიც დაცლილია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. და ხვალინდელი დღე არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ხვალ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ეს ქვეყანა იქნება პუტინის ნაწილი, პუტინის რუსეთის ნაწილი, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ დასავლურ ვექტორს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში არავითარი სამართალი არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მათ შორის, როდესაც პოროშენკომაც ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა, მოქალაქეობის არ მქონე პირი თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპაშიც, ამერიკაშიც და მის მიმართ არც ერთ ცივილიზებული სამყაროს ქვეყანას კითხვის ნიშანიც კი არ ქონია ადამიანს, რომელსაც მოქალაქეობა და პასპორტი არ ჰქონდა. ამით ეს იყო დასავლური ცივილიზებული სამყაროს გზავნილი, რომ ისინი ქართულ მურუსიძის სასამართლოს განაჩენებს არ აღიარებდნენ და ამ განაჩენს ტენის ბოდიში სლენგისტის ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას და გვეუბნება, რომ კანონის და სასამართლოს მეშვეობით დავაყავე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც კიდევ ერთხელ გითხარით და საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ ცხოვრობდა მთელი ამ წლების განმავლობაში დევნილობაში. ბატონო მირდან, რაიმე დეტალები თუ იცით, ვინ თუნდაც რომ შემოვიდა, ვინ იმყოფებოდა მასთან ერთად? არა, ეგ დეტალები ჩვენთვის უცნობია. საერთოდ მე გარდა საჯარო სივრცეში, ან სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიებში გავრცელებული ინფორმაციისა, სხვა რაიმე ინფორმაციას მე არ.
ბატონო მირდად, ამ ვითარებაში ალბათ აუცილებლად უნდა ვკითხოთ ამაზე, მანამდეც იყო ბრალდებები თქვენი პარტიის მიმართ, რომ რაღაც აპირებდით ჩაშლას უბნების და ასე შემდეგ. ხვალ რას გააკეთებს პარტია იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართოს? უნდა წარიმართოს თუ არა? აუცილებლად არასდროს არც ერთი ფაქტი არ დასტურდება ბოლო ამ წლების განმავლობაში, რომ ნაციონალურ მოძრაობას რაიმე კუთხით ეცადა არჩევნებისათვის ხელი შეშლა. ჩვენ პირიქით ვხედავთ ქართული ოცნების მოგზავნილ კრიმინალებს უბნებზე და ვნახეთ გასულ წელს მაგალითისთვის ნიკა მელიას უბნებზე გდანში რა ხდებოდა. ხვალინდელი არჩევნები და სხვათა შორის გუშინ ბატონმა დინარაძემ სამუდამო უბანი ჩამოთვალა, რომ თურმე აქ ნაციონალური მოძრაობა გეგმავს დესტაბილიზაციას. და ამ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა 99% ყველა არჩევნებში ბოლოს ნაციონალურ მოძრაობას მოგებული აქვს და ეს განცხადება აჩენს პირიქით ხომ არა რაიმე მსგავსი განზრახვა მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი. პირიქით ქართულ ოცნებამ ხომ არ აპირებს რაიმე მსგავსი ქმედების ჩადენას, მით უმეტეს რომ დინარაძის მხრიდან გახმოვანდა ის უბნები, სადაც ნაციონალური მოძრაობა დამაჯერებლად იღებს ყველა არჩევნებს და გადამოწმება საჯაროდ შესაძლებელია და ქართული ოცნება ამ ფონზე, როდესაც ქვეყანაში დაბრუნდა მესამე პრეზიდენტი, პირიქით შეიძლება იქეთ ეცნებოდეს დესტაბილიზაციას და შემდგომ როგორც ჩვევია ხელის გამოწვევას ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მაგრამ ხვალ ჩვენი ამორჩეველი ისევე როგორც არასდროს არც ერთ არჩევნებზე ძალიან პრინციპულად, მაგრამ ძალიან მშვიდად მივა არჩევნებზე, არავის ერთი წამითაც იმის საშუალება არ ექნება, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყოს, იმდენად მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და დამაჯერებლად მივა ხვალ არჩევნებზე და ამ რეფერენდუმზე ვიტყვით, რომ საქართველოს საგარეო კურსი არის დასავლეთი, რომ ამ ქვეყანას ჭირდება კოალიციური მმართველობა, რომ ბათუმს პირველად ამ ქალაქის ისტორიაში ხვალიდან უნდა ყავდეს კოალიციური საკრებულო და მთლიანად ოპოზიციის მიერ დასახელებული მიერი. დიდი მადლობა. ეს იყო მირდად ქამადაძე, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში. აქ არის ხალხმრავლობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილიდან Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელა, რომ ის იმყოფება საქართველოში, მოგვიანებით კი მან ატვირთა რამდენიმე ვიდეო, სადაც ის საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ იმყოფება ბათუმში. დღეს მთავრობის წევრები, პარტიის წევრები, ასევე ოფიციალური პირები არ ადასტურებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ყოფებოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ მას არ გადმოუკვეთია საზღვარი და ინფორმაცია, რომ ის შემოვიდა საქართველოში არ იტყუილი. თუმცა მოგვიანებით რამდენიმე წუთის წინ უпростоრად გავრცელდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრემიერთან ერთად გავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დაკავებული. ბატონო გიორგი, თუ შეიძლება რომ ისაუბროთ ბათუმელების ლაივში, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ვინ იმყოფებოდა მასთან ერთად და ასე შემდეგ. რამდენადაც შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, როგორც ვრცელდება ინფორმაცია მისი დაკავებასთან დედაქალაქში, თუმცა დაზუსტებით ეგეც არ ვიცით. ჩვენ ვიცით თავარი, ის რასაც ამბობდა მიხეილ სააკაშვილი, რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე იქნებოდა საქართველოში ქართულ ხალხთან ერთად, ესეც მოხდა. მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელსაც ეს მთელი ქართული ოცნება აკეთებდა, თან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მართავენ, ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში. სად დააკავეს კარპატებში. ეხლა ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენზე, ქართულ ხალხზე. ჩვენ არ უნდა მივცეთ ბიზნესის საშუალება მომდე დაიმონოს ეს ქვეყანა. მიხეილ სააკაშვილი იცოდა რასაც აკეთებდა, ის შეგნებულად წავიდა ამ დაბიძე, მან იცოდა რომ მისი დაკავების შანსი არსებობდა, მან იცის რომ მისი სიცოცხლის მოსვლობის შანსი არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად ის ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეხლა ჩვენ ხვალ ძალიან ორგანიზებულად შვიდობიანად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. მიძინა ივანიშვილი ამ რეფერენდუმში დავამარცხა და დავიწყდა ჩვენი ქვეყანა. მიძინა ივანიშვილის მართლობებისგან და მიხეილ სააკაშვილის პირადი პრობლემები.
ანუ თქვენ აცხადებთ, რომ ხვალ არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართება. მე ველოდებ ხვალ ძალიან მაღალ აქტივობას საარჩევნო უბნებთან, როგორც ბაშუმში, მთელს ქვეყანაში ჩვენი წარმომადგენლები შედებთ ეხლა თარიღები გვაქვს ჩვენი შემაჯამებელი, სადაც კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კომისიის წევრები წარმომადგენლები და ამ პრობლემის ბოლომდე კარგად არიან დატრენინგებული და ჩვენ არ გვიწევს საშუალება ბიძინა ივანიშვილს გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა წინა არჩევნებში. ამ რეფერენდუმის დამარცხება ჩვენ შევძლებთ ჩვენი თანახმადებლების ხმების დაცვას და ბიძინა ივანიშვილის არჩევნების გზით სახში გაშუქებას. მადლობა, ეს იყო გიორგი კირთაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. როგორც ხედავთ, ხალხმრავლობა ნაციონალური მოძრაობის ოფისში გიორგი კირთაძემ გითხრა ისიც, რომ პარტია აპირებს წინა საარჩევნო ბოლო შემაჯამებელი ერთგვარი თათბირის გამართვას. ისინი აცხადებენ, რომ დაკავებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. მათ აქცენტები გააკეთეს ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა დღეს დილიდან უარყოფდა კატეგორიულად მიხეილ სააკაშვილის შემოსვლას საქართველოში, თუმცა მოგვიანებით ეს დადასტურდა. ისინი აცხადებენ, აქცენტირებენ იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ ის არჩევნებისთვის ჩამოვიდოდა საქართველოში, სიტყვა შეასრულა, თუმცა ამ დროისთვის ის არის დაკავებული. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესაუბრეთ ასევე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ნიგდად ხამადაძეს, რომელმაც აღნიშნა და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ხვალ პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს მშვიდ ვითარებაში და პარტია ასევე განსაკუთრებით დააკვირდება, რომ რაიმე ექსცესებს არ ჰქონდეს ადგილი. როგორც ხედავთ, ასეთი ვითარება პარტიის ოფისში. ეხლა ჩვენ შევეცდებით, რომ სხვა ლიდერებსაც გავესაუბროთ. მირდატი სადაა? მირდატ. აქ იმყოფებიან პარტიის სხვა ლიდერებიც. ცოტა ხნის წინ შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია გავრცელა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დილით ვრცელდებოდა ინფორმაცია ასევე მთავრობის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის სინამდვილეში არ შემოსულა საქართველოში და ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა, იყო ტყუილი, თუმცა ამასთან დაკავშირებით რაიმე განმარტება არ გაუკეთებიათ. პრემიერმა განაცხადა, რომ დღეს დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აკვირდებოდა მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების მარშრუტს და ამ დროისთვის ის არის დაკავებული. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხვალ არჩევნები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში და პარტიის წევრების მიმართ არ ექნება პროვოკაციებს ადგილი. და გიორგი კირთაძემ, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გითხრა ისიც, რომ ცოტა ხანში პარტია აპირებს, რომ გამართოს შემაჯამებელი არჩევნების წინა თათბირი. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში. აქ არის ხალხმრავლობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. აქ იმყოფებიან ასევე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. ჩვენ გავესაუბრეთ პარტიის ლიდერებს, ისინი აცხადებენ, რომ ახლა მთავარია ხვალ საარჩევნო პროცესი წარიმართოს მშვიდ ვითარებაში. ასევე მათ გითხრეს, რომ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ სად და როგორ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა აქცენტი გააკეთეს იმაზეც, რომ მთავრობა უარყოფდა, მთავრობის წევრები, ასევე პარტიის ლიდერები ოცნებიდან უარყოფდნენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას, რაც არ დადასტურდა.
ეხლა პარტიის ლიდერი ერთ-ერთი გიორგი კირთაძე თავის პარტიის წევრებს აწვდის ინფორმაციას, რომ გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი განცხადება, აუდიო განცხადება, როგორც გიორგი კირთაძე ამბობს და მან განუმარტა ასევე პარტიის წევრებს, რომ ამ აუდიო განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს პარტიის მომხრეებს, რომ რაც შეიძლება მეტი მობილიზება მოხდეს არჩევნებზე. ბატონო გიორგი, რა განცხადება გავრცელდა ლაივში რომ გითხრათ? ბატონო გიორგი, ლაივში რომ გითხრათ, რა განცხადება გავრცელდა? მიხეილ სააკაშვილის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ის ზუსტად იგივეს ამბობს, რომ ის ელოდება, რომ მას დააკავებენ და იმედი აქვს, რომ ხვალინდელ არჩევნებში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. აუცილებლად გაიმარჯვებს ხვალინდელ არჩევნებში ქართველი ხალხი. მადლობა. როგორც გიორგი კირთაძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილი თავის აუდიო განცხადებაში, რაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ იაქტიუროს არჩევნებზე. ასეთი ვითარება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიაში გეგმავენ თათბირს და აცხადებენ, რომ ეს იქნება შემაჯამებელი თათბირი არჩევნების წინ. როგორც ვიცით უკვე, რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერმა გავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დღეს დილით დაწერა. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით უკვე საქართველოდან. ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის დილის პოსტი, რამაც საკმაოდ ისეთი დაბნეულობა გამოიწვია საზოგადოებაში. ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა სოციალურ ქსელში ამის თაობაზე. რამდენიმე წუთში აიტვირთა კიდევ ორი ვიდეო, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავად იყო გადაღებული და ირწმუნებოდა, რომ ის იმყოფებოდა ბათუმში. მოგვიანებით ამაზე განცხადებები გააკეთეს ოცნების ლიდერებმა, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთია საზღვარი და მათ აქვთ ამის თაობაზე დაზუსტებული ინფორმაცია და ისინი ირწმუნებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა. ეს ერთგვარ სახუმარო თემადაც კი აქციეს. თუმცა ცოტა ხნის წინ, როგორც გავიგეთ, მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში. ეს დაადასტურა ფაქტობრივად პრემიერის განცხადებამ, რომ ის არის საქართველოში დაკავებული. ჩვენ აქ ვესაუბრეთ პარტიის ლიდერებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხვალ არჩევნები აუცილებლად უნდა წარიმართოს 7 ვითარებაში და ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენ დავატრენინგეთ ჩვენი დამკვირვებლები, ჩვენი საუბნო კომისიების წევრები, ნაციონალური მოძრაობიდან წევრები და ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ არჩევნები წარიმართოს 7 ვითარებაში. ამის შესახებ ისაუბრა გიორგი კირთაძემ ჩვენთან. აი ასეთი ვითარება პარტიის ოფისში, მას შემდეგ რაც გავრცელდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. მადლობა რომ გვიყურეთ, მე ხარ დაგემშვიდობებით. ახალ ამბებს თვალიადევნეთ ბათუმელები ჯიზე.